ირანის ლიდერი რომ ვიყო ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს ძილის შემეშინდებოდა. სოციალურ ქსელში ტრამპის ამ შინაარსის განცხადება ვრცელდება. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ პირდაპირ ეთერში შეუძლია დაასახელოს აიათოლას ადგილსამყოფელი, თუმცა ამას არ იზამს. მისივე თქმით, რეგიონში ავიამზიდების გაგზავნა გადაწყვიტა, რადგან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა იყოს. ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ბოლო კვირებში 2 უდიდესი ავიამზიდი გაგზავნა. ირანის ისლამური რევოლუციის 47 წლისთავი მოსკოვშიც აღნიშნეს. წვეულებას რუსეთის პოლიტიკური ელიტა დაესწრო. მსგავსი ღონისძიება თბილისში ივანიშვილის სასტუმროშიც გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირანის საელჩოს მიერ დაგზავნილ მოსაწვევებზე ეწერა ირანში ქართველების ჩასვლიდან 410 წლისთავი. ეს კი შაჰ-აბასის შემოსევებისა და ქართველების გადასახლების პერიოდია. უკრაინაში სავარაუდო კორუფციული ბრალდებით ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დააკავეს. ჰერმან გალუშენკოს საზღვრის კვეთისას მატარებლიდან ჩამოსვეს. უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები წელიწად ნახევარია ენერგეტიკის სექტორში მასშტაბურ კორუფციულ სქემებს იძიებენ, რომელიც მიდასის საქმის სახელითაა ცნობილი. პროუკრაინულმა პარტიზანულმა მოძრაობა ათეშმა რუსეთში ორიოლის ოლქში ელმავალი გაანადგურა და სუმის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგება ჩაშალა. ათეში იტყობინება, რომ წარმატებული სარკინიგზო დივერსიის შედეგად ლოკომოტივს ცეცხლი გაუჩნდა. ელმავალს რუსული საოკუპაციო არმია იარაღის, საწვავისა და მრავალტონიანი სამხედრო ეშელონების გადასაზიდად იყენებდა.